მადლობა მივესალმები მაყურებელს. მინდა გამოვიყენო მცირე დრო და მივესალმო და მოვიფერო ჩემს მეგობრებს, ინდისის პატიმრებს, ისინი ჩემი მეგობრები არიან. ვიცი გვიყურებენ და მინდა უთხრა რომ გულწრფელად ყოველ დილით, ყოველ ღამე სულ მათზე ვფიქრობ და გულით ვატარებ მათ, ველოდები ძალიან, მათ ოჯახებსაც მოვიკითხავ და მხარდაჭერას გამოვუცხადებ ეთერის მეშვეობითაც. ასევე თეატრებს, სამეფოებნის თეატრს, ყველა რეჟისორს მსახიობს, რომელზეც ეს ამხელა წნეხი აღმოჩნდა და ჩემის მხრივ რა შემიძლია ვთქვა, იცით, აი იგივე ალექსანდრეს შემთხვევას, ვიად მაისაშვილის შემთხვევა და ყველა ის ბევრად რთული საზარელი შემთხვევები დაზარალებულებისა მერიდება ხოლმე, როდესაც ჩემ ზიანზე უნდა მოუთხრა მაყურებელს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნამდვილად ღირსებაზე, როდესაც საუბრობენ და ღირსების ორდენზე, როდესაც საუბრობენ, არანაირად არც ერთ ჩარჩოში, არც ერთ ხაზში არ ჯდება და ის, რომ ქალის ცემა შეიძლება იყოს ღირსების აღმნიშვნელი და გამართლებული საქართველოში მით უმეტეს, ну ამის ნათელი მაგალითი მე ვარ და არა მხოლოდ სამწუხაროდ, ხო? უკვე გავიდა 9 წელიწადი, მე ჯერ კიდევ არ მიმიღია დაზარალებული სტატუსიც კი, თუმცა შევიტანე სარჩელი, საკმაოდ ესეთი რთული პერიოდი გავიარე ფსიქოლოგიურად, რომელსაც დღემდე გავდივარ, იმიტომ რომ აი მაყურებელთანაც საუბარიც სირთულესთან არის ხოლმე დაკავშირებული, რომ მე მოვიკრიბო ყველანაირი ჩემი ძალა და ჩემი ეს ყველა აზრი, ყველა შემართება, რაც კი გამაჩნია, გადავცე მაყურებელს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ეს არის ურთულესი, ისევე როგორც ჩემთვის სხვა ყველა მებრძოლი ადამიანისთვის 6 თვეა, ამიტომ მე მაინც პოზიტიური ენერგიით ვიმუხტები ხოლმე და ველოდები ინდისის პატიმრებს გარეთ მინდა ვნახოთ ჩემი მეგობრები. დიდი მადლობა. ნათია, ბოლოს კითხავ, თუ ფიქრობ, თუ დადიხარ ხოლმე ისევ აქციაზე, იმიტომ რომ სხვათა შორის ბევრი დაზარალებულისგან მომისმენია და წამიკითხავ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებზე, რომ ეს იწვევს ერთგვარ ფობიას, ერთგვარ შიშს, ხალხმრავლობაში ყოფნის. მე პირადად მქონია ეს განცდა მაშინ, როდესაც ლამის მოვიწამლეთ ყველანი აი ხუთავი გაზით, ანუ ძალიან დიდხანს ხალხმრავლობაშიც კი ვერ ვჩერდებოდი. მიუხედავად ამისა, აი გაქვთ თუ არა რესურსი იმისა, რომ გახვიდეთ აქციაზე, სურვილი რო გაქვთ ზუსტად ვიცი, გულისხმობ არ ვიცი რესურს შესაძლებლობას. ასეა, იცით რა, ჩემი ცემის ფაქტის ღამით ეს მოხდა ზუსტად 3 საათზე. სასაცილო ის არის შყალებში, რომ ზუსტად ვიცი, რომელ საათზე სად ვიდექი და ეს ყველაფერი აღწერილი მაქვს, მაგრამ ნუ დაველოდოთ რა როგორ განვითარდება ესეც ბჭყალებში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ მომენტის შემდეგ მე დილამდე ისევ რუსთაველზე ვიყავი, თუმცა მეორე დღიდან უკვე ჩემი სახე გავიდა განცდა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი უკვე მეორე დილიდან, ის კვირა ძალიან მიჭირდა, აი ტელევიზიებთან ურთიერთობაც, გარეთ გასვლაც და ერთი კვირა დაახლოებით ვერ გავდიოდი. თუმცა ყველა დამეთანხმება, ვინც გარეთ დგას, რომ იქ რა მუხტიც არის, იქ როგორი ელემენტია დამუხტვის, ხო, შენი ძალის შესავსები და ასე შემდეგ, სხვაგან უბრალოდ არ არის და ბევრად უკეთესია ხოლმე გახვიდე და შეერიო შენ ხალხს, ნახო შენი ადამიანები, ვისთან ერთად ცხოვრობ უკვე 38 წლის ვარ და მე ამ ადამიანებთან ვცხოვრობ მთელი ცხოვრება. ამიტომ ამაზე დიდი შევსება მართლაც არ არის და თავიდან შეიძლება რთულია ხოლმე რაღაცები შემიძლია დაალაგო შენ ფსიქიკაში და შემდეგ ისევ იგივე.